ის რაც გუშინ მოხდა, შეფასდა მსოფლიო მედიაშიც იწერება, რომ ეს ასეთი სცენა, ასეთი სურათი, ასეთი დაპირისპირება პარტნიორ სახელმწიფოების ლიდერებს შორის, ასე კამერების წინ არასდროს მომხდარა. თქვენი აზრით ეს იყო თუ არა მოსალოდნელი, ან ზოგადად ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ თქვენ როგორ ფიქრობთ, ვის მიერ ან რა შეცდომა იქნა დაშვებული, რომ საბოლოოდ შეთანხმება, რომელზე ხელმოსაწერადაც ზელენსკი იქ ჩავიდა, ვერ შედგა? მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა, მივესალმებ თქვენ მაყურებელს. გაცილებით ადვილი იქნებოდა ჩემთვის თქვა ფრონტზე მიმდინარე პროგნოზირება, მიმდინარე მოვლენების პროგნოზირება, ვიდრე არსებული ვითარების. ძალიან დავდგუნველი იყო ჩემთვის, სიმართლე რომ გითხრათ. აი შტაბ-ბეჭდობა დამრჩა სკოლის დირექტორთან კლასის დამრიგებელს რომ მიყავს მოსწავლე და იქ ურჩევენ საქმეს, მე დავინახე პოლიტიკური ბულინგი. ახლა ქვეყანა რომელიც 3 წელია ომშია და ასე უმკლავდება მოწინააღმდეგეს, მას არ უნდა უთხრა, ხო? ის რომ ახალწლოვანი ესე გაქვია, არასრულწლოვნები მიყავს ბრძოლაში, ხალხი არ აკყავს და ამას ეუბნება ვიცე პრეზიდენტ, რომელიც არა უკრაინაში ნამყოფის ჯერ ერთი, მეორეც საუბარია შეხვედრა პრეზიდენტებს და იქ საერთოდ მე არ მახსოვს შემთხვევა, როცა ვიცე-პრეზიდენტი ერთვება საუბარში და რაღაც სტუმარ პრეზიდენტს რაღაცა ესეთ პროვოკაციული თემებით ესაუბრება. მე ძალიან მომეწონა ბატონო. პროტოკოლიც იყო არა, აბსოლუტურად ახლა ამას ალბათ დიპლომატები უფრო კარგად განმარტავენ, მაგრამ აბსოლუტურად დარღვეული პროტოკოლია, ჯერ გაუგებარია საერთოდ ის ფორმატი, რაც რაღაც ორის პატარა სკამი და იმას ამდენი გარშემო ამდენი თვალის წინაშე გამოსვლა, თან სანამ დაიწყებოდა ეს შეხვედრები ზელენსკიზე ვიღაცა მესამე თუ მეხუთე ადამიანი სტუმრად ყოფ პრეზიდენტს, რომელიც მეზობელი ქვეყნის, ყოველ შემთხვევაში ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს ეუბნება, რატო არ გაწვია კოსტუმი, ხო? ეს უტაქტობის გარდა საერთოდ გაურკვეველია ოვალურ კაბინეტში ეს როგორ შეიძლება მოხდეს, ხო? მაგრამ ხდება, რა ვიცი, მაგასაც მოვესწარეთ. მე ძალიან მომეწონა სხვათა შორის ზელენსკის პასუხი და ალბათ შემდგომში რაღაც დიპლომატიურ ქრესტომატიებში შევალბათ ეს გამოთქმა, რომ როდესაც ტრამპმა უთხრა, რომ თქვენ კოზირი არ გაგაჩნიათ ომში წარმოებს და მან უპასუხა, მე აქ ბანკოს სათამაშოდ არ მოსულ ვარო. რამდენად დიპლომატიური და პოლიტკორექტული პასუხი იყო, არ ვერ გეტყვი, მაგრამ კარგი პასუხი იყო და სწორი პასუხი იყო ჩემის აზრით. ეხლა იქ შეიძლება რაღაც იცით რა არის, რა თქმა უნდა არის სწორი მოქმედება, სწორი პასუხი და არის პოლიტიკურად სწორი მოქმედება და პოლიტიკურად სწორი პასუხი. ახლა შეიძლება კამათი იმაზე, რომ ზელენსკის რამდენად უფრო კორექტულად დიპლომატიური პასუხები შეეძლო გაეცა, რამდენად უფრო შეეძლო მოეხდინა მანევრირება ამ სიტყვიერ დაპირისპირებაში, რათა უფრო შეერბილებინა როგორც ტონის ატმოსფერო, ამას ალბათ ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა თუ ზელენსკი იქნებოდა თარჯიმანთან ერთად, რაც მას საშუალებას მისცემდა ჯერ ერთი რომ მოეძებნა ის სწორი ფრაზეოლოგია, რაც ახლა პირდაპირ ესეთ დაძაბულ ვითარებაში ინგლისურთან საუბარში ცოტა ძნელია, როცა შენი პირველი ენა არ არის ეს ინგლისური, რა თქმა უნდა ძნელი არის, მიუხედავად ისა, რომ შვენივად ლაპარაკობს ინგლისურად, მაინც ძნელია სწორი ფრაზეოლოგიის მოძებნა და სწორად მიწოდება აი ამ შენი ნააზრევის. და ამ შემთხვევაში თარჯიმნის პირობებში მას დროც ექნებოდა მოეფიქრებინა, ცოტა ეს სიმწვავეც დაიწევდა, უფრო ცივი გონებით იქნებოდა პასუხი და ასე შემდეგ, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, ეს იყო ფორმატი, რომელიც შეთავაზეს ამერიკელებმა, მე რასაც უყურე იყო, ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს არის საერთოდ ბოლო წერტილი, რომლის შემდგომ მოbrunებაც არ შეიძლება. კი ბატონო, ამაზე გკითხავთ, უბრალოდ ისევ მინდა დავუბრუნდე, აი გამოითქვა ასეთი მოსაზრებაც, რომ ზელენსკიმ კარგად იცოდა სად მიდიოდა, რომ ეს არ იქნებოდა მაინც და მაინც ასეთი სასიამოვნო, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებისთვის მიდიოდა ვაშინგტონში, მიდიოდა პრეზიდენტ
პრეზიდენტთან, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მას დიქტატორი უწოდა, რომელიც უნდა დაერწმუნებინა, რომ უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. მოკლედ, არ იყო ეს ატმოსფერო არ ქონდა მაინც და მაინც სასიამოვნო ტრამპთან დაკავშირებით. თუმცა მომისმენია მოსაზრება, რომ უმჯობესი იქნებოდა არ აყოლოდა, ასე ვთქვათ, იმ პროვოკაციებს, როცა მას მიუთითებდნენ დიპლომატიის მნიშვნელობაზე, მით უმეტეს რუსეთთან. ფიქრობთ თუ არა, რომ აქ რაღაცნაირად შეეძლო უფრო სხვაგვარად ემოქმედა, რომ არ წარმართულიყო ასე დაძაბულ ვითარებაში კამათი. ხო, დიდი რუსთავის ნათქვამია, ხო, სხვა სხვისა ომში ბრძენია. ხო, შეიძლება. ძნელია საუბარი, ახლა აქედან ადვილია საუბარი და ძნელია, როცა იქ იმყოფები ამდენი თვალის ესე იგი მყოფია გარშემოში, ყოფია პირების გარშემო, პიროვნულად ტრამპი მძიმე პიროვნება არის ზოგადად. ცდილობს მუდმივად დომინირებას, რაც ხან მაკროს იმაზე მუხზე ურტყამდა ხელს, ხან ხაზზე ურტყამდა ხელს უჭერდა. თუ დააკვირდებით ხელჩამთვერისთვის ყოველთვის თვითონ თავისკენ გაიქაჩოს ხელი, რომ თავის ისა გაჩვენოს. ესე პიროვნება არის, რა თქმა უნდა, არ იყო რთული, რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი საუბარი ზელენსკისთვის, რა თქმა უნდა, დღეს ყველაფერი შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო. სასურველი იქნებოდა, რომ უფრო კარგი შედეგი დასრულებულიყო, მაგრამ მოდით ავიდეთ მივიღოთ ის რაც არის. ეს მოხდა უკვე. ახლა ამას ვერ შევცვლით, ვერ გადავახვევთ უკან და აი ამის შემდეგ რა შეიძლება მოხდეს, ალბათ ეს უფრო საინტერესო არის. აი როგორ შეუძლია უკრაინას ახლა აირიდოს ნეგატიური შედეგი, რომელიც შეიძლება ამ მომხდარმა გამოიწვიოს უკრაინისთვის. იმიტომ რომ აი დასავლური პრესა უკვე წერს, რომ შტატები განიხილავს დახმარების შეჩერებას უკრაინისთვის. აი რა შეუძლია ალტერნატივის მოძიების რესურსი არსებობს თუ არა უკრაინისთვის ახლა? ხო, ну არასოდეს არ თქვა, არასოდეს შესაძლებლობა არის, ყოველთვის არის შესაძლებლობა, ძალიან მძიმე ვითარება, მაგრამ არა უიმედო. პირველი უკრაინას გვერდში უდგანან ძალიან ბევრი წამყვანი, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ლიდერები. რაც ასევე მნიშვნელოვანია იგივე ტრამპთან ურთიერთობის საკითხებთან, ხო? ვინადან იგივე ამ ლიდერებს შეუძლიათ რაღაც შუალედური თამაშის წარმოება ტრამპთან, მოლაპარაკებების წარმოება ტრამპთან და იგივე აი ამ დათბობა, აი გალღობა აი ამ ყინულის, რაც წარმოიშვა ამ შეხვედრის შემდეგ. მეორე, ეს არის უშუალოდ ამერიკის ინტერესი. ვინადან ეს ჩემი აზრით ეს ტრამპის პიროვნული პრესტიჟის საკითხიც არის, ვინაიდან მან განაცხადა, რომ ამ ომს ის დაამთავრებდა. და ეს იყო მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი წარმმართველი, საერთაშორისო არენაზე წარმმართველი მოწოდება, დევიზი, მოტო, რაც გინდა დაუძახეთ, რასაც ის მუდმივად იძახდა, რომ მე რო აქ ვიყო, ეს ომი აღარ იქნება. აჰა, მოვიდა პრეზიდენტია, ის ომი გრძელდება, ხო? ეს მისი პრესტიჟის საკითხიც არის. მე არ გამიკვირდება მისი სწრაფცვალებადი გამონათქვამი და გამომდინარე, რომ ხვალ გამოვიდეს და განაცხადოს, რომ იცით რა, ეს იყო ძალიან ღია საუბარი, ჩვენ გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები, ეხლა ეს ძალიან კარგი იყო, ეს იყო კარგი. მაინც ტრამპის ცვლილება, ანუ ზელენსკის შეუძლია რაღაც, ანუ ზელენსკიმ უნდა შეცვალოს ქცევა თუ მისი, ასე ვთქვათ, მოდით ახლა ზელენსკის ალბათ გავანებოთ თავი, აქ ძალიან დიდი როლი ალბათ უნდა ითამაშონ იმ ლიდერებმა, მსოფლიო ლიდერებმა, რომელთაც შეუძლიათ ტრამპთან უფრო სხვა დონე და სხვა კუთხით ლაპარაკი. ახლა ეს უნდა დაცხრეს ეს დროებით ეს ვითარება, რაც ახლა წარმოიშვა, აი ეს კამათის და აი ესეთ ურთიერთკამათის და ეს ნეგატიური ფონი უნდა დაცხრეს რაღაცნაირად, არ ვიცი სხვადასხვა შეხვედრების ფონი თუ ასე შემდეგ და შემდეგ ისევ დაიწყოს რაღაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ეს ზოგადად ზელენსკის პოზიცია არის მართებული, ვინაიდან მას არ უნდა რუსეთს მისცეს სრულად ის ტერიტორიები, რომელსაც რუსეთი ითხოვს, ხო? ითხოვს ზაპოროჟიეს თლიანად, ხერსონს თლიანად, დონბასს თლიანად, რომელიც თქვა შეიძლება 10 წელი ვერ აიღოს ეს ტერიტორია, მაგრამ ითხოვს, რომ ვინაიდან მისი ნაწილი მის იმაშია კონტროლქვეშ არის, მაშინ თლიანად ეს ტერიტორიებიც მიიღოს. და ამ დროს გარანტიის სახით ეუბნებიან, რომ
იცი რა, მე ვარ პრეზიდენტი და ამას რუსეთი არ გაბედავს. კი ბატონო, მაგრამ 4 წლის შემდეგ როცა პრეზიდენტი არ იქნება, მაშინ რო გაბედოს რუსეთმა, მაშინ რა ვქნათ? ხო? და კიდევ ერთი არგუმენტი, რომ ჩვენი ამერიკის მოქალაქეები როცა იმუშავებენ, ასე ვთქვათ, წიაღისეულზე უკრაინაში, ეს ფაქტობრივად უსაფრთხოების გარანტია, მოკლედ ასე სურს წარმოჩენა, მაგრამ შეერთებული შტატები არის მზად ოდესმე ასეთი მზაობა უჩვენებია, რომ უსაფრთხოების გარანტიის მიცემის ასე ვთქვათ, სურვილი აქვს უკრაინისთვის. ახლა ამის იმედი შეიძლება ჰქონდეს უკრაინას. რა არის იცით ესეთი უკრაინას აქვს ძალიან ცუდი გამოცდილება. საქართველოსი არ იყოს, ხო? რუსეთთან ჩვენ მგონი მე-17 საუკუნიდან დაწყებული 100-ზე მეტი ხელშეკრულება გვაქვს დადო სახელმწიფოს შორის და არც ერთი არ შესრულებულა, ხო, ყველა დაერხვა. მსგავსი აქვს ძალიან ცუდი გამოცდილება უკრაინას, როდესაც 3 ქვეყნის, 4 ქვეყნის პრეზიდენტმა გარანტია მისცა უკრაინას, რომ თუ ის ბირთვული არ აქვს იმას იზამდა მოიშორებდა თავიდან, მაშინ ისინი უზრუნველყოფდნენ მის ტერიტორიის ერთიანობას. ხო, რომელმა მათგანმა გამოიღო, ну, რუსეთი გასაგებია, რუსეთი თვითონ აგრესორი არის, დანარჩენმა არც ერთმა არ დაიცვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, ხო? ესეთ გამოცდილება აქვს ქვეყანას და ელემენტარულად ითხოვს, რომ მომეცით გარანტიები, წერილობითი, არ ვიცი, რაღაც ფორმატის გარანტიები, რაღაც არ არის აუცილებელი ნატო, კი ბატონო, მაგრამ სხვა გარანტიები იყოს, სხვა ის რომ იმ შემთხვევაში თუ კი რუსეთი დააპირებს რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ უკრაინაზე აგრესიის განხორციელებას, უკრაინა იქნება დაცული. აი ამის გარანტიებს ითხოვს, ის ოღონდ ითხოვს ამას დადოკუმენტურებულ და ოფიციალურს, ხო. დამტკიცებულ და გარანტირებულ გარანტიას, ცოტა ისეთ სიტყვა გამოდის, მაგრამ გამყარებულ გარანტიას. კი ბატონო, მაგრამ ჩანს სხვათა შორის აი ამ პრესკონფერენციის დროს ტრამპს კითხეს, ზუსტ ციტირებას ვერ მოვახდენ, მაგრამ აი რუსეთთან კავშირზე, ანუ პუტინს უჭერს უფრო მხარს თუ უკრაინას და ის ამბობს, რომ არც ერთს მას ყველა ფასად სჭირდება მშვიდობა. თქვენ რას ამჩნევთ? იმიტომ რომ რაღაც საქართველოშიც მათ შორის გაჩნდა მოსაზრებები, ვის მხარეს არის ტრამპი და რატომ არ აქვს უფრო მტკიცე მხარდაჭერა უკრაინას მისი მხრიდან. მისი ამოცანა ახლა მართლაც ამ მშვიდობის დადებული პირობის შესრულება, სადაც ის ასე ვთქვათ, ცდილობს მოლაპარაკების მაგიდაზე დასვას რუსეთიც და უკრაინაც, ეს არის ამას ასხივებს ის? ამის ცდილობა ჰქონდა. რა თქმა უნდა, მას უნდა რომ მიიღოს დათმობები, ვთქვათ, უკრაინიდან, უპირველეს ყოვლისა უკრაინიდან, ვინაიდან რუსეთი გარკვეულ პირობებს, რომელსაც აყენებს შედარებით ნაკლებ მოთხოვნებს, ვიდრე უკრაინა ითხოვდა, ხო, 2014 წლის საზღვრებამდე გასვლა დაბრუნებას. რაც უფრო რთულად მისაღწევი არის. უფრო მარტივად ჩანდა, ვინაიდან ახლა უკრაინას რა თქმა უნდა უჭერს და რა თქმა უნდა თავდაცვაში ყოფი ქვეყანაა, მისი დაყოლიება, აი თუნდაც აი თქვა რაღაც პირველად აი ამ ხელშეკრულებაზე და აი ამ დათმობების, გარკვეულ ტერიტორიულ დათმობების ხარჯებს მშვიდობის დამყარებაზე. ეს ალბათ ამერიკული გადასახედიდან უფრო ესე ჩანდა. და ალბათ უფრო სუსტი რგოლი აი ამ ორ მხარეს შორის ალბათ ეგონათ რომ არის ზელენსკი. და აი ამ რგოლზე დაიწყეს უპირველეს ყოვლისა თამაში. მე ერთ იმას გაგახსენებთ, რომ ამავე პერიოდში ზუსტად ხდებოდა თურქეთში რუსეთის დელეგაციის და ამერიკის დელეგაციის შეხვედრა და ამ შეხვედრის შემდეგაც რუსეთის დელეგაცია ჩუმად ჩასვეს მანქანებში და ჩუმად გაიყვანეს ისე რომ არ შეხვედრიან ჟურნალისტებს. ანუ არც იქ არ ყოფილა დიდი წარმატება. თორე ამას ნამდვილად გაახმოვანებდნენ რუსები. ასე რომ ესე მარტივი თემა რა თქმა უნდა არ არის და წარმოიდგინეთ რომ ეს ჩემ მოლაპარაკებებს. მე სულ ვიძახდი და ვიმეორებ და ეხლაც მჯერა რომ აი გაზაფხულში აღნიშნული უფრო კარგად გამოიკვეთება. კაიგეა რომ დაიწყო ეს პროცესები, კარგია, თუნდაც ცუდი შედეგით, ხო, ნეგატიური შედეგით, მაინც შედეგი არის, რაც მოხდა. აი ამის შემდეგ უფრო მეტი გზა ჩდება რაღაც გარკვეული მოლაპარაკებებისკენ. ჯერ მხოლოდ ორივე მხარე აცხადებს რა უნდა. აი ვირას დათმობს, ეს უკვე შემდეგი ნაბიჯები უნდა იყოს. აი რა ტიპის გამოცდაა ეს ყველაფერი ევროპისთვის? თქვენ თურქეთი ახსენეთ, ევროპა ასევე ასე ვთქვათ, მისი უსაფრთხოების
ღვედების გადამოწმება შეეცდება სავარაუდოდ. დიდ ბრიტანეთში ხვალ სამიტია. აი რა ამოცანების წინაშე დააყენა ამ ყველაფერმა ევროპა და აი როგორ შეუძლიათ მათთვის სასარგებლოდ გამოიყენონ ეს კრიზისი? მე ვთვლი რომ აი ამ ყველაფერი აი ამ ნეგატიურიდან პოზიტიური არის ის რომ არის ევროპას გააჩნია მომენტი რომ დაიბრუნოს თავისი წამყვანი როლი როგორც ერთ-ერთმა მსოფლიოს ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ და გამოვიდეს ამერიკის ჩრდილიდან და თავისი შესაძლებლობების გაზრდით დაემკვიდროს თავისი ადგილი. მე ვთვლი რომ ეს ახლა ევროპას აქვს აი ამის შესაძლებლობა და მე ვხედავ რომ ევროპის ლიდერები ხვდებიან ამას და მაქსიმალურად ცდილობენ ამ შესაძლებლობის გამოყენებას. იგივე მაკრონის განცხადებები, ხო, იგივე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებები, გერმანიის განცხადებები, ხო? ნუ პოლონეთს და სკანდინავიის და ბალტიის ქვეყნებს არ ვთვლი, მე ვიძახი აი დიდი ქვეყნები, რომელიცაც ძლიერი ქვეყნები, რომელიც არის. შესაბამისად ეს არის ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ევროპისთვის იდეალური შესაძლებლობა თავის წარმოჩენის, თავის პოზიციის გამყარების და თავისი ადგილის დამკვიდრების კიდევ ერთხელ რაც მას ისტორიულად ეჭირა აი ამ ევრაზიულ სივრცეში. ეს გამოცოცხლებაა? იძულებული გახდა ევროპა? ნუ ვიტყვით იძულებული გახდა, მაგრამ უფრო ვთქვათ რომ დაინახა რა რომ შესაძლებელია გავითარდეს მოვლენები ისე რომ შემდეგ ეს აისახოს ევროპაზე, ევროპა დგას სწორ ნაბიჯებს და აქტიურ ნაბიჯებს აი ამ შესაძლებლობების შემცირებისკენ. და ერთი კითხვა ბოლოს მაინც მინდა დაგისვათ, ჯერჯერობით აი ამ პროცესში ჰორიზონტზე საქართველოს საკითხი შეიძლება ყველაზე ნაკლებად ჩანდეს, მაგრამ თქვენ მაინც რას ხედავთ, რა ტიპის გავლენა შეიძლება ჰქონდეს აი ახალი რაღაც დღის წესრიგის ჩამოყალიბებას საქართველოზე. ჩვენ ვხედავთ ევროპელი პარტნიორები როგორ უჭერდნენ მხარს და ზელენსკის ირგვლივ გაერთიანდნენ კიდევ ერთხელ გუშინ და ჩვენი ქვეყნის პირველ პირებს, რომლებიც ტრამპს ამხნევებენ, არ ვიცი რა სარგებელი დაინახა ქართულმა ოცნებამ ამ პროცესში, მაგრამ ისინი ამერიკის პრეზიდენტისკენ უფრო არიან ახლა ვიდრე პირიქით. საქართველოს სად არის ან რა გავლენა ექნება ამას ჩვენს ქვეყანაზე? და ხვალო შეცვალოს ტრამპმა თავის გამონათქვამები და თქვას რომ აი ახლა ჩვენ მეგობარ ქვეყანა უკრაინას დავეხმარებთ ყველანაირად, აი მე როგორ უნდა მოვიქცე. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემის აზრით, ხო, ყველაზე სწორი პოზიცია ჩემი გადასახედენ არის ის, რომ საქართველოს პოზიციონირება უნდა გააკეთოს ნათელ მხარეს, მართალ მხარეს. ეს მართალ მხარე არის ევროპა, მართალ მხარეა უკრაინა. აი ამ მიმართულებით თუ გააკეთებს პოზიციონირებას და ამას დააფიქსირებს, რომ ჩვენ სწორ მხარეს ვდგევართ, ხო? ეს შემდგომში შესაბამის ბენეფიტებსაც მოუტანს ქვეყანას. მაგრამ იმ პირობებში, როცა ასე ვთქვათ, მოსაუბრე მხარე ევროპიდან არავინ არ არის, ეს ალბათ გაჭირდება, რა თქმა უნდა. რა, იცით, საქართველოს საკმაოდ აქვთ კონტაქტები იგივე ევროპულ მხარესთან, საკმაოდ არის დაფიქსირების შესაძლებლობა თავისი მოსაზრებების, არ ვიცი, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორების, ასე რომ ეს სრულიად შესაძლებელია და სრულიად განხორციელებადი არის. კეთილი, დიდი მადლობა. მადლობა ვახტანგ კაპანაძეს, მადლობა საინტერესო იყო, მე ვფიქრობ, მაყურებლისთვისაც ასევე ჩვენ